დიახ, მოგესალმებით პლანეტა G-ის მაყურებლებსა და მსმენელებს. მე გახლავართ გურამ ოდიშარია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და მაქვს პატივი დღეს რამდენიმე წუთის განმავლობაში ვისაუბროთ თქვენთან, ანუ უფრო ზუსტად გავცე იმ კითხვებს პასუხი, რომელიც თქვენ უკვე ამ დღეების განმავლობაში დამისვით მე. თუმცა ამის შესახებ მე არ ვიცოდი, მაგრამ ახლა ხელთ მიჭირავს რამდენიმე ფურცელი, სადაც ეს კითხვები არის აღნოსხული. მაშასე პირველი კითხვა. სამინისტრო და რა მიმართულებებია სტრატეგიული თქვენი? ხო, ესე იგი აქ ბევრი რამ შეიძლება ითქვას ჩვენ სტრატეგიაზე, მithumetes კონცეფციის თვალსაზრისით განხრით მე რამდენჯერმე ვისაუბრე, სამინისტრო ჩვენ გვინდა გავხადოთ მსახური კულტურის, მოკლედ ვიტყვი ძალიან და არა ვთქვათ ბატონი, იქნება ძალიან ლიბერალური პოლიტიკა გატარებული, ანუ ჩვენ გვინდა რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენთან არიან დაკავშირებული, ის თეატრები, ის უმაღლესი სასწავლებლები კულტურის განხრით, რომელიც არის, ყველა წარმართავდეს თავის საქმიანობას, ანუ მოკლედ რო ვთქვათ კიდევ ირჩევდეს და ნიშნავდეს თავის ხელმძღვანელობას და შემდეგ მასთან ერთად და საბჭოსთან ერთად, როგორც ეს ეკადრება დემოკრატიულ ქვეყნებში მომუშავე ორგანიზაციებს განაგებდებს თავის საქმიანობას. კულტურის სამინისტრო ჩვენ რა თქმა უნდა ვართ სახელმწიფო და არასოდეს არ ჩავერევით უხეშად მათ საქმიანობაში. რა თქმა უნდა, არასოდეს არ დაუწესებთ რაიმე ცენს ან არ მოვთხოვთ, რომ რეპერტუარი რომელი ჯობია, რომელი წამგებიანია, რომელი მომგებიანია, ეგ არის მათი საქმე და გადასაწყვეტი, მაგრამ ამავე დროს გვექნება საშუალება ვაკონტროლოთ თუ თორშა ჩვენი სახსრები როგორ ხმარდება ხელოვნებას და არის თუ არა წარმატებული ის პროექტები, რომლებიც ჩვენ დავაფინანსებთ. ეს აუცილებელია, ასევე აუცილებელია ჩვენი მხრიდან ხელი შეუწყოთ კრიტიკის განვითარებას, რომ საზოგადოება მიცოდეს, თქვათ, არის განსხვავდება ერთი სპექტაკლი მეორისაგან, ერთი ფილმი, რატომ, რისთვის ჯობია მეორე ფილმს, როგორი წიგნები იბეჭდება, როგორი ჟურნალი გამოდის და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ახლოს გვინდა მივიდეთ საზოგადოებრივ აზრთან, ძალიან გვინდა გამოვიყენოთ საზოგადოების აზრის და ასევე სპეციალისტების ნაზრებიც. ამას აუცილებლად ჩვენ უახლოეს დღეებში გახდებით იმის მოწმე, თუ როგორ და რანაირად გავაკეთებთ. გარდა ამისა, სტრატეგიაზე ამ დღეებში მე კიდე მექნება განაცხადი, უკვე დაიწყო ჯგუფმა მუშაობა, რომელიც ჩვენ სტრატეგიას უფრო კვეთრს გახდის, უფრო ცნობაც, უფრო გამჭვირვალე იქნება ჩვენი საქმიანობა და ამის შესახებ გაიგებთ თქვენ. აუცილებლად ჩვენ გვინდა აი ჩვენი სამოქმედო სივრცე გავამდიდროთ მუშაობით რეგიონებთან, აუცილებლად გვექნება კულტურული კავშირები მეტი აფხაზებთან, ოსებთან, კავკასიის სხვა ხალხებთან, ასევე გავიტანთ ჩვენს კულტურას და შემოვიტანთ იმას, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებლად ჭირდება ჩვენს საზოგადოებას. შემდეგ ყურადღებას მივაქცევთ ახალგაზრდებს და ბევრი რამ აქვს დაგეგმილი. მოკლედ ეს ყველაფერი ჩამოიწერება ჩემს კოლეგებთან, ჩემს მეგობრებთან ერთად უახლოეს პერიოდში და თქვენთვის ეს იქნება ცნობილი. შემდეგი კითხვა ასეთია. აი იმეილზეა საუბარი, იმეილის შენობაზე არის თუ რა საფუძველზე იგეგმება მის ადგილას ყოვლად უმსგავსო შენობის აგება. აი ამ თემით ჩვენ დაინტერესებული ვართ და რამდენიმე მოქალაქემ უკვე მოგუმართა, გითხრეს რომ უკვე დაიწყო მშენებლობა ძალიან მაღალი შენობის მანდ. არ ვიცით რა საფუძველზე, ხვალიდან ჩვენ კვირადღე არის ხვალ, მაგრამ აუცილებლად ვიწყებთ ამის გამოკვლევას. ხვალ ჩამოკლდება ბელგიიდან ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი, ანუ კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზამდარი, რომელსაც აქვს კარგად შესწავლილი ეს საკითხი და არა მარტო ეს საკითხი, მასთან ერთად, სხვა მოადგილეებთან ერთად ჩვენ ხვალ თბილისის დღე გამოვაცხადეთ, ანუ დავდივართ ძველი თბილისის უბნებში, მანდ არის წარმატებული პროექტები განხორციელებული, ანუ სამაგალითო პროექტები, თუ როგორ შეიძლება ძველი უბანს დაეხმარო და ისე რომ შეუნარჩუნო მას ის სიძველე თავისი სახე და გარდა ამისა გახადო ისეთი მდგრადი უფრო, მტკიცე უფრო, რომ გაუძლოს საუკუნეებს და მომავალ თაობებს ესევე ჩავაბაროთ. თქვენ იცით რომ კულტურის სამინისტროს აქვს ძირითადად
ეს სტრატეგიას ვუღებთ ორად გაყოფილი სტრატეგია ორივე ერთნაირი მნიშვნელობით ჩვენთვის შეინახო სიძველე რაც დღემდე მოსულა შენამდე რაც მემკვიდრეობა არის ჩვენი და გადასცე ახალ თაობას და გაუფრთხილდე მას და ამავე დროს დაეხმარო თანამედროვე ახალ ხელოვნებას რომელიც დღეს იქმნება საქართველოში და რომელიც ცოტა ხნის შემდეგ თვითონ გახდება კლასიკა, თვითონ გახდება ის სიძველე, რომელსაც შემდეგ სხვა თაობები შეუნახავენ სხვა თაობებს. ამავე დროს აუცილებლად იმედი შენობას მოვინახულებთ ორშაბათს გამოვიწყობთ ყველა იმ დოკუმენტაციას თუ რის საფუძველზე და რა შენობა შენდება მათ. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი აი ეს ურთიერთობა საზოგადოებასთან ისახავს ესე იგი მიზნად ამოცანად იმას რომ წინასწარ, როდესაც დიდი პროექტი ხორციელდება, საზოგადოებას აუცილებლად გავაგებინოთ რა პროექტია ეს, იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რომელიც უხვად არის დღეს ყველგან და ჩვენთანაც საქართველოში, საზოგადოებას, სპეციალისტებს, ექსპერტებს გავაცნოთ წინასწარ, როდესაც რამეს განვიძრახავთ, რაღაცის შეცვლას, რაღაცის აშენებას, რაღაცის გაკეთებას და გავითვალისწინოთ საზოგადოებრივი აზრი. ანუ გვინდა რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე გახდეს თანაზიარი იმ პროცესებისა, რაც განვითარდება და რაც ვითარდება ქვეყანაში. ანუ თითოეულმა მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში, თითოეული გახდეს ამ ქვეყნის მშენებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თორემ პოსტფაქტუმ, როდესაც იყო შემთხვევები ჩვენ დიდ პროექტს ვიწყებდით და უკვე განხორციელების შემდეგ მიდიოდა ჟაბაასი საზოგადოებაში თუ რასთანა გვაქვს საქმე და შემდეგ ხშირად პოლიტიკური დაპირისპირების თემათაც ქცეულა, აი მსგავსი შეცდომებს არ გვინდა დაუშვათ და აი მსგავსი ვითარებას არ გვინდა დაუშვათ ჩვენ ყველანი ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ხვალზე გაუცილებლად ბევრად უფრო კარგი, ბევრად უფრო ბედნიერი უნდა გახდეს. შემდეგი კითხვა თბილისის სამხარი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს. თქვენი აზრი როგორია ამასთან დაკავშირებით? ჩვენ მხარში ამოვუდგებით ყოველ წინადადებას თბილისის სამხარის ჩვენი მეგობრები არიან, რომელსაც მივიჩნევთ რომ აი თქვა თუ აუცილებლად შესაძლებელია თქვა და მრეკავენ ჩემთან და მეუბნებიან რომ არის შენობები, რომელთა შეჩერება არის აუცილებელი. ამ შენობის მშენებლობის შეჩერების უფლება ჩვენ როგორც ასეთი არ აქვს. სამხრივად გადავწყვიტოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავსვათ საკითხი მთავრობის პლომაზე მაგალითად და პრემიერ-მინისტრს შეუძლია შეაჩეროს, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ღრმად შევისწავლოთ. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი სიჩქარის, იმიტომ რომ იყო შემთხვევები უკანასკნელ წლებში, როდესაც სიჩქარით ბევრი შეცდომა იქნა, სიჩქარის გამო ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. ამიტომაც ჩვენი დევიზი დაახლოებით ასე ჟღერს, რომ ვიჩქარებთ ნელა. ეს აუცილებლად იქნება, ამას გავაკეთებთ თქვენთან ერთად ვიჩქარებთ და ვიჩქარებთ ნელა. ანუ როგორც გითხარით, თითოეული ჩვენთაგანი გახდება მონაწილე ამ მშენებლობისა. მაგალითად, ხვალ მინდა აუცილებლად ერთი თვის წინათ ვიყავი და მითხრეს რომ თითქოს ახალი შენობა ინგრევა ბუდიაშვილის მოედანზე, ხვალ მინდა მე დაახო თვითონ და თუ აუცილებლობა იქნა ამის და თუ ჩვენ ერთმანეთს დავამტკიცეთ ამის აუცილებლობა, ჩვენ შევეცდებით რომ აი ეს ნგრევა შეჩერდეს და ის სახე ბუდიაშვილის უნიკალურმა მოედანმა არ დაკარგოს. დიახ, შემდეგ ესეთი მშვიდობის ხიდის დანგრევა თქვენს კომპეტენციაშია, ანგრევთ? კითხვის ნიშნები. თვითონ სიტყვა დანგრევა ძალიან ცუდად ჟღერს ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ძალიან ბევრისთვის. თბილისში გვაქვს ბევრი ესეთი შენობა, რომელიც შეიძლება ცალკე სხვა ადგილას აგებული კარგიც ყოფილიყო. და პირადად ჩემი აზრი ის არის, რომ ძალიან ჩახერგილია აი ეს სივრცე, რომელსაც ახლა ფანჯრიდან უყურებთ, მაგრამ არის საინტერესო შენობები, თუმცა გვაქვს შენიშვნები სხვა მშენებლობებთან დაკავშირებით. ამასაც აუცილებლად ჩვენ განვიხილავთ. აქვე გინდა გითხრათ, რომ 4 შაბათს იქნება მრგვალი მაგიდა, რომელიც ჩვენი ინიციატივად არის ორგანიზებული და ზუსტად აი ამ პრობლემებს ეხება და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი წარმომადგენლები ჩვენი საზოგადოების, ექსპერტები მიიღებენ, სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას და მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ მრგვალი მაგიდის მსვლელობისას
ჩვენ რამდენიმე ისეთ მნიშვნელოვან დასკვნას გავაკეთებთ, რომელსაც უკვე ვაქცევთ საქმეთ. ანუ არ დავამახინჯოთ ჩვენი დედაქალაქი, მოუვაროთ მას და ეს ყველაფერი იმოდენა სილამაზეა, რომ ის უფრო კარგი და ლამაზი უნდა გადაიცეს მომავალ თაობას. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ პარასკევს კიდევ ერთი მრგვალი მაგიდა გვექნება, რომელიც ასევე სხვა პრობლემებთან იქნება დაკავშირებული და უკვე დღეს დავიწყეთ მუშაობა კომისიების ჩამოყალიბებაზე. ანუ ჩვენ სამინისტროს გვინდა რომ ყველაზე ახლოს მივიდეთ ხალხთან, გავხსნათ ჩვენი კარები, მოვიდეს საზოგადოება ჩვენთან და ყველა მიმართულებით კულტურისა და ხელოვნების ჩვენ გვექნება კომისიები, შეიძლება მათ კომისია არჩევარქვათ, არამედ საბჭოები, სადაც მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები მონაწილეობას და მხოლოდ მათი თანხმობით, მათთან შეთანხმებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ანუ ჩვენ გვინდა ეს ლიბერალური პოლიტიკა ძალიან დემოკრატიულად ჩავატაროთ და ამასაც აუცილებლად გპირდებით, რომ გავაკეთებთ ჩვენ ნახავთ და დარწმუნდებით ამაში. შემდეგი კითხვა მოადგილებთან დაკავშირებით, ხო, რატო ამოყავით თავი ამ ვითარებაში, ხომ არ ვფიქრობ საჯაროდ განიხილოთ კანდიდატები მოადგილეების და გაგრძელდება თუ არა იმ ფესტივალებს აგზელებს კითხვას, მაგრამ სხვა კითხვაზე გადადის. ხო, მოადგილებთან დაკავშირებით მე მოგახსენებთ, იყო ბოლო დროს იწერებოდა ბევრი ბატონ იური მეჩითოვთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ თუ შესაძლებელი გახდა, შეიძლება სახელი შეუცვალოთ ოკუპაციის მუზეუმს. მან აი ასეთი ფორმით გამოთქვა ეს აზრი და გუშინწინ ჩვენ 40-მდე ადამიანი გვეწვია სამინისტროში და გვითხრეს, რომ პროტესტს აცხადებდნენ ამასთან დაკავშირებით. თუმცა ამავე დროს რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა კიდევ, რომლებიც ითხოვდნენ პირიქით, რომ სახელი შეუცვალოთ ოკუპაციის მუზეუმს. პირადად ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ მე იგივე ოკუპაციის მუზეუმის ფუნქციონირებაში მე პირადად ვერ ვხედავ თქვათ რაიმე ანტირუსულს. ეს არის ის იდეოლოგია, რომელიც იყო თვითონ ოკუპანტი არა მარტო იმ სივრცისა და ჩვენ ცხოვრობდა ჩვენი სამშობლოსი, არამედ თავად რუსეთისა და ეს წლები არის ჩვენი ისტორია, ამას ვერ გავექცევით, ეს არსებობს და მიმაჩნია, რომ ნორმალურად წარმოდგენილი ყველაფერი ეგ ინფორმაცია მუზეუმში არის ძალიანაც მისაღები. ჩვენ საზოგადოებას აუხსენით, რომ იური მეჩითოვს არ დაუსვამს ისე საკითხი, რომ თითქოს ჩვენ გვინდა სახელის შეცვლა, არ ყოფილა ეგ ასე და მასთან აქვთ კიდევ სხვა შეკითხვები და ხუჩაბაძე ჩამოფრინდება პარიზიდან, სადაც მას აქვს თავისი პერსონალური გამოფენა და ითხოვა, რომ უნდა პრესკონფერენციის გამართვა, თუ მრგვალი მაგიდის მოწვევა და სადაც ის ყველა კითხვას თავად უპასუხებს. ერთი რამ ჭირს კიდევ უნდა აღნიშნო, რომ ხშირად არის, რომ ასე ტივტივებთ სტერეოტიპების ოკეანეში, ანუ თუ ადამიანზე გვაქვს რაღაც კონკრეტული წარმოდგენა, გონია, რომ ის ადამიანი არის ეს, როგორც 2-4 და არ ვიცნობთ მას სიღრმისეულად. აი ეს მრგვალი მაგიდები და ეს პრესკონფერენციები, ეს გულითადი საუბარი ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, იგივე იური მეჩითოვს დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას სხვა სახით დაანახებს. ანუ ჩვენ ყველა ერთმანეთში უნდა ვეძებოთ ის სიკეთე, რისი გამკეთებლებიც ვართ. შემდეგი კითხვა აქ არის კიდევ მეორე მოადგილესთან, ქალბატონ ხათუნა ხუნდაძესთან დაკავშირებით. ახლა მე ვიცი, რომ კატეხეს მისი Facebook-ი, მან იყო ისეთი სიტყვები ჩასმული იმ დიალოგში, რომელიც ვერ წარმოვიდგენია, რომ ქალბატონი ხათუნა ამას როდეს მე გამოიყენებდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ეს, მან თავის განცხადება უკვე ამასთან დაკავშირებით გააკეთა და თუ საჭირო იქნება, ესე იგი ისევ გააკეთებს და შეიძლება მიიღოს მონაწილეობა აი მრგვალ მაგიდაშიც. ჩვენ ერთმანეთი უნდა გავიცნოთ, ჩვენ ერთმანეთი უფრო გვაინტერესებს იმით კი არა, რა ვიყავით გუშინ თავისთავად ეს ადამიანები მოვიდნენ ძალიან დიდი შრომა გასიეს, ძალიან დიდი ღვაწლი აქვს თავიანთი აქტიურობების განვითარების საქმეში, მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა გავაკეთოთ ხვალ. ანუ მე მინდა რომ ჩემზეც და ჩემს კოლეგებზეც ხვალ იყოს საუბარი იმ საქმეების შემდეგ, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ჩვენ თუ ყოველთვის ასე ვთქვათ, აი ამ სტერეოტიპების ოკეანეში გავაგზავნეთ ცხოვრება და ხანდახან კრიჭაში ჩავდიგეთ კიდევ ერთმანეთს და არ მივეცით საშუალება ქმედების თავისუფალი ქმედებისა, მაშინ რა თქმა უნდა გაგვიჭირდება ჩვენ ვცვლით ამ დამოკიდებულებასაც და გვინდა რომ
ჩვენ ვიყოთ რაღაც სამაგალითო ამ საქმეშიც. შემდეგი კითხვა ასეა, რომ ისევ იულისია, გასაგებია, რომ კარგი ფოტოგრაფია, მაგრამ აი მოადგილეს როგორ რატომ მოიაზრეთ, რა პრინციპით შეირჩა მინისტრის მოადგილეები, რა თქმა უნდა თავიანთი საქმიანობით. იგივე უბრუნდები იურის მეც თავიდან სანამ კარგად გავიცნობდი, მეგონა ეს მხოლოდ ფოტოგრაფია, გავიცანე როგორც შემდეგ ფოტოხელოვანი კარგი და შემდეგ ისეთი კარგი გამოცემებია მისი რედაქტორობით და მისი შესრულებით წიგნების, რომ ეს უკვე არის დიდი საქმიანობა, ანუ ის არის კარგი მენეჯერი, გარდა ამისა ის ფილმების დირექტორიც არის, ფილმების რედაქტორიც არის, უამრავი გამოფენის 200-ზე მეტი გამოფენა აქვს. მას მოწყობილი როგორც საქართველოში, ასე უფრო საზღვარგარეთ, როგორც გითხარით, ეხლაც პარიზშია და ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვს სხვაგან, ან არაერთი გამოფენა გააკეთა ასეთი უკანასკნელი წლების საქართველოზე. და ეს ინფორმაცია გაიტანა და აჩვენა ძალიან ბევრს საზღვრებს გარეთ ჩვენი ქვეყნისა, რომლებიც საქართველოს იცნობდნენ ცუდად. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან ბევრს გააკეთებს მომავალშიც. დიახ, შემდეგ არის ასეთი კითხვა. კინოინდუსტრიის დაფინანსებას თუ აპირებდა, თუ იხილება თქვენთან ამ კუთხით რაიმე პროგრამის ამოქმედება. აუცილებლად, აი საზღვარგარეთ ვახსენებ და ძალიან ბევრ ქვეყანაში სადაც ყოფილ ვარ, ალბათ თქვენც ახართ ამის მომსწრე, რომ ქართულ ფილმზე მეკითხებიან ხოლმე. ანუ ფენომენი ქართული ფილმი არის ცნობილი ძალიან ბევრისთვის. ეს იყო მართლა ოქროს ხანა ჩვენი უკანასკნელი 10 წლების ცხოვრების ეს ფენომენი გააჩნდა. ეს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოდის, ნუ თქვა და ფილმი ეხა როგორც მახსენდება უცებიას ელისო და მეორე მესამე ძალიან ბევრი ფილმი და მე განსაკუთრებით 60-იანელები, როდესაც მოვიდნენ კინემატოგრაფში. და აი ეს თამას არის ისევ ასაწევი. აი იმ ეკონომიური ცვლილებების, სიდუქჭირის, პრობლემების გამო საუბედუროდ ჩვენი ამ ომების, კონფლიქტების წყალობით წყალებში ვიხმარ ამ სიტყვას ჩვენი კინო დაზარალდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ფინანსი ჭირდება ფილმს, ეს არის ასე ვთქვათ მეფედა დასაფინანსებელი, ისევე როგორც არქიტექტურა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით ყველა საშუალებას, რომ ფილმები უფრო უკეთესი გადავიღოთ და დავიბრუნოთ ის ძველი დიდება ქართული ფილმის. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ტელევიზიით ესე იგი ტრანსლირებული ფილმი სხვა არის, ნაჩვენები ფილმი სხვა არის და კინოთეატრში ეს სხვა დღესასწაულია და სამწუხაროდ დღეს თბილისში ფაქტობრივად მხოლოდ 2 კინოთეატრი ფუნქციონირებს, ეს არის რუსთაველი და ეგ არის ამირანი. გზდანში რამდენად ვიცი, რაღაც მიზეზების გამო უკვე არ აჩვენებენ კინოს და ასევე კიდევ კინოთეატრი საქართველოს, ხოლო პერიფერიებზე, ესე იგი რეგიონებზე მომკითხავთ, იმიტომ რომ რეგიონებში საკუთარ არის კინოთეატრები, აი ერთადერთი არის ბათუმში, ერთი კინოთეატრი, სადაც დადის ხალხი იღებს ბილეთს. დანარჩენი არა, განსაკუთრებით მოწყენაა რეგიონებში. მეკითხარით, რომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება დავეხმაროთ რეგიონებს. და ამისათვის ჩვენ გვინდა რომ მათ ავაღორძინოთ რაღაც კულტურის ცენტრები. ერთ-ერთი კულტურის ცენტრი მან გახდება კინოთეატრი. შევისწავლეთ ეგ საკითხი და რამდენიმე რაიონში კარგ მდგომარეობაშია ასე თუ ისე კინოთეატრი, კულტურის სახლი და ჩვენ გვინდა მათ ჩავატაროთ რემონტი, დავეხმაროთ მათ, ეს ჩვენ სტრატეგიაში გაიწერება აუცილებლად და შემდეგ უყიდოთ ის კინოტექნიკა, რომელიც საჭიროა ფილმის საჩვენებლად. დღეს უკვე არ არის ასე ვთქვათ, აი ფირების პერიოდი, არის ციფრული ტექნიკა და ფილმს უფრო ხარისხიანადაც ვაჩვენებთ, არც თუ ისე ძვირი დაგვიждდება ეს ყველაფერი და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს დაახლოებით 30 კინოთეატრი აი ასე გაკეთდება და ხალხს საშუალება ექნება, რომ მივიდეს და ფილმი ნახოს. მაგრამ გარდა ფილმისა, ეგ იქნება ადგილი შეხვედრების, დისკუსიების, შეხვედრების საინტერესო ადამიანებთან სხვა თემაზე საუბრის, იგივე ფილმების განხილვის და ასე შემდეგ და უკვე ის ცხოვრება უკვე 2014-15 წლებში ნელა უნდა მოვიტოვოთ, როდესაც ხამდება, ესე იგი და როდესაც სოფელი ან იცინებს და ან მოწყენილი ცხოვრებით ცხოვრობს. აუცილებლად ეს დონე უნდა აიწიოს და კინოს
თავისი მისია ჰქონდა ყოველთვის და ეს მისია უნდა აუცილებლად დაუბრუნოთ. ხო, ამაზე ვფასობთ კინოპროდუქცია. თეატრებში არსებულ კონფლიქტებს თუ მოაგვარებთ, მაგალითად, მოზარდ მაყურებელს და თეატრში დასსა და მთავარ რეჟისორს შორის არსებობს დიდი დაპირისპირება. თითოეული თეატრი თავისებური იურიდიული კუთხით არის დაკავშირებული ჩვენთან. მაგალითად, არიან თეატრები, რომლებიც აბსოლუტურად არიან ქალაქის ან იმ რეგიონის კმაყოფაზე. ანუ ფაქტობრივად კულტურის სამინისტროსთან კავშირი არავითარი არ აქვს. იურიდიული წესითა და კანონით, იმ წესით, რომელიც ისინი რომლითაც ფუნქციონირებენ, ასეთ კინოთეატრებში მმართველს ნიშნავს ან ათავისუფლებს ადგილობრივი ხელისუფლება. ჩვენ ამ საქმეში არ ვერევით და როგორც გითხარით, ძალიან არ გვინდა უხეში ჩარევები ვაწარმოოთ და არ შეგვიძლია. და ასევე აფინანსებს. მაგრამ როგორც წესი, ტრადიცია იყო ასეთი, რომ მართალია ის თეატრი არ არის კულტურის სამინისტროსთან რითიმე დაკავშირებული, მაგრამ კულტურის სამინისტრო ყოველთვის ცდილობდა, რომ წელიწადში ერთი ან ორი სპექტაკლი მაინც დაეფინანსებინა და დაახმარებოდა მას. ეს იყო კეთილინების გამოვლენა, მაგრამ არიან თეატრები, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩვენთან და რომელთა ხელმძღვანელს ნიშნავს ან ათავისუფლებს კულტურის მინისტრი. მათ შორის არის მოზარდ მაყურებელთა თეატრიც, სადაც არის ძალიან, მე ვფიქრობ, რომ დიდი პრობლემა. იმიტომ რომ არის გაუგებრობა რეჟისორსა და მაყურებლებს შორის. ჩვენ მქონდა რამდენიმე შეხვედრა მათთან, როგორც ერთ ისე მეორე მხარესთან და მიგვაჩნია, რომ ჩვენ გადაწყვეტილებას საბოლოოს მივიღებთ ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს ეს აუცილებლად. მანდ არის ესე იგი ეს ისტორია ძალიან რთული ისტორია, ძალიან შორი ისტორია, მაგრამ ყველაზე ცუდი ხდება, რომ ზიანი ადგება თვითონ მუშაობის პროცესს და როდესაც უკვე ასეთი ვითარებაა, ჩვენ უნდა ჩავერიოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი პოლიტიკა საომავლოდ რაც იქნება ლიბერალური, რომ თვითონ აერჩიონ მათ თავიანთი ხელმძღვანელობა, თვითონ გაანთავისუფლონ. ეს თეატრებზე არა მარტო თეატრებს ეხება, არამედ სხვა ორგანიზაციებსაც, მაგრამ გადასახედია საკანონმდებლო ბაზა, მოწესრიგდება აუცილებლად, თქვენ იცით, რომ იგივე საგამანათლებლო განხრით მუშაობა დაიწყო გიადვალის კომისიამ, მათ არის ცნობილი ადამიანები, ჩემი მეგობრებიც მათ არიან და პერიოდულად მეუბნებიან თუ რა უნდა შეიცვალოს განათლების სისტემა. ეს განათლება ჩვენთანაც არის კონსერვატორია, აკადემია, თეატრალური უნივერსიტეტი, ასე რომ არის ისეთი ორგანიზაციები, სადაც ჩვენ და განათლების სამინისტრო ერთმანეთს გადაკვეთა გვაქვს, ასე იგი, კვეთ ერთმანეთს. და ამიტომაც ჩვენც მივღებულობთ და მივიღებთ მონაწილეობას ამ კანონმდებლობის შეცვლაში. ისევე როგორც უნდა შეიცვალოს კინოს კანონი გადაიხედოს კანონი თეატრის შესახებ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გაუგებრობები საზღვარგარეთ და ევროპის ქვეყნებში ხდება, მაგალითად, რომ ერთ რეჟისორს მაინც არ უყვარს მეორე ან ერთ დირიჟორს მეორე, მაგრამ ის კონფლიქტი არ შედის ღრმად, იმიტომ რომ მან კანონი აწესრიგებს ყველაფერს და ჩვენ გამოვყოფთ მალე კომისიას, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით. ასევე ეს კომისია იმუშავებს მეცენატების შესახებ კანონზე. ანუ ჩვენ ძალიან გვინდა და მივახცევთ კიდეც ამას, რომ ქვეყანაში არსებობდეს კანონი, როდესაც ადამიანს ქველმოქმედს უნდა დახმარება გაუწიოს სხვადასხვა რომელიღაც თეატრის, რომელიღაც სპექტაკლის დადგმასთან დაკავშირებით, მაშინ ის უნდა თავისუფლდებოდეს სხვა გადასახადისაგან. ამ კანონს თავისთავად აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, ანუ მოსალოდნელი რისკები, მაგრამ საზღვარგარეთ ამ რისკების დაცვის პროცედურაც არსებობს და ჩვენც კიდევ გამოცდილებას, რომელიც არსებობს ევროპაში, ამერიკაში, იმ ქვეყნებში, რომლის საიდქენად ჩვენ მივდივართ, აუცილებლად გამოვიყენებთ და სპეციალისტები მადლობა უყვარს, რომ გვყავს. დიახ, შემდეგ რა ხდება ბათუმში აზიზიეს მეჩეთის შენობასთან დაკავშირებით? ხო არ იქნება ადგილი ოშკის აღდგენის პროცესით სპეკულირებას, ხო ეხლა სპეკულირებას არც ერთი მიმართულებით, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა გქონდეს ადგილი და არ ექნება. ეს არის სისტემა, რომელსაც ჩვენ კიდევ ვსწავლობთ, როგორ რანაირად ჩავერიოთ და რა გადაწყვეტილებები მივიღოთ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთ გადაწყვეტილებებში და ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, რომელიც
ოჯქს ეხება, რომელიც აზიზიეს ეხება, აუცილებლად წინასწარ გავითვალისწინებთ ხოლმე საზოგადოების და სპეციალისტების აზრს. გარდა ამისა, ეს არის ისეთი თემა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებას მოითხოვს. ეს მოლაპარაკებები იქნება ასევე ღია და გამჭვირვალე ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არ იქნება მოლაპარაკება დაუშვათ ასე ვთქვათ, გაფორმების გარეშე, ქაღალდზე გაფორმდა და ეს მოლაპარაკება, ესე იგი, თუ ხელი მოეწერა ორივე მხრიდან, ეს ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, არავით არის ზურგს უკან მალულად მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ოშკი მოგეხსენებათ, ეს არის სიამაყე ჩვენი ხუროთმოძღვრების, ამასთან დაკავშირებით მართლა არ შეიძლება იყოს სპეკულაცია, თუ რომელიმე მხარე ეხმარება ამ ტაძარს, ჩვენს ისტორიას, ფაქტობრივად იქ სანაცვლოდ რაღაცის მოთხოვნა არ უნდა არსებობდეს, ისე როგორც ჩვენს უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი იმისათვის, რომ სანაცვლოდ რაღაც ვაჭრობის თემა ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ეს არის კულტურა და კულტურა არ არის მარტო ძეგლთა დაცვა და კულტურა არ არის მარტო თანამედროვე ხელოვნებას გაუფრთხილდა. კულტურა ეს არის ადამიანთა ურთიერთობა, ეს არის კულტურა დიალოგის, კულტურა ჩვენი ქცეების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ასე რომ შევეცდებით, რომ რაც შეიძლება კულტურულად ეს პრობლემაც მოვაგვაროთ. ეს არის ის პრობლემა, რომელიც ძალიან ბევრი განიცდის და მეც განიცდი მათ შორის. ამიტომ მანდ არის ზეგი ნაბიჯები გადასადგმელი, ძალიან გათვლილი ნაბიჯები, იმიტომ რომ არის თემა, არის პრობლემა, როდესაც შენსა და მეორე მხარეს შორის არის დანაღმული ველი და იქ ფრთხილად უნდა ვიაროთ, რათა არ აუფეთქდეთ და გამოვიყენოთ ისეთი ადამიანების გამოცდილება, რომლებმაც იციან თუ როგორ უნდა იარონ ამ დანაღმულ ველს. დიახ, შემდეგი კითხვა ასეთია. ბატონო გურამ კითხვა არ არჩევა, წავიდეს, აი ქალბატონ ხუნდაძესთან არის კითხვა, რომ გერმანიაში მიღებული განათლება საკმარისი არის თუ არა, რატო გაყენებთ ჭდიეს, ნუ დაემსგავსებით და ასე შემდეგ სხვებს და ძალიან მინდა რომ ეს რჩევა, ესე იგი, ყურათი იყოთ. ხო, ძალიან დიდი მადლობა რჩევისათვის, მე როგორც გითხარით, ყველა რჩევა ჩვენ მოусმენთ, ყველა აზრს მოусმენთ. ყველა აზრს მივცემთ საშუალებას, რაც ჩვენ ხელთა პოპულარიზაციის. მიუხედავად იმისა, შეიძლება აზრს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ნიშანი არის ის, რომ ყველამ გამოთქვას თავისი აზრი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანის ან თქვა და მცირე თუ დიდი ჯგუფების აზრი გადაწყვეტილების და უპირობო გადაწყვეტილების ესეთი მიღების საფუძველი მიზეზი გახდეს. გადაწყვეტილებები ჩვენ ყველანი ერთად მივიღებთ, რა თქმა უნდა, და რაც შეეხება ახლა ადამიანის განთავისუფლებას მოხსნას, აი როგორც ხიდების გრევაზე გქონდა საუბარი, ხო თითოეული ადამიანი და საზოგადოება ეს არის დაკავშირებული იმ ხიდებით. ჩვენ ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეთ ყველანი და აი სიკეთითაც უნდა შევხედოთ ერთმანეთს. ამას წინათ მე გახდით ბატონმა პაატა ბუჭულაძემ მომიწვია სახელმოქმედო ღონისძიებაზე იავნანა. ყველა მიცის თუ რამოდენად სიკეთებს აკეთებს ეს ჩვენი დიდი და საამაყო ხელოვანი. მე ვნახე სცენაზე გამოსული ჩვენი შესანიშნავი მომღერლები, ორკესტრი, მუსიკოსები და იყო საოცარი ჰარმონია თვითონ სცენაზე, დარბაზსა და სცენას შორის. და ისეთი მომღერლების გამოდიოდნენ, რომლებიც ახლახან ალბათ 1-2 წლის წინ თქვა შეიძლება ვერ გეხილათ ერთ სცენაზე გამოსულები. მიზესთა გამო, ესე იგი საზოგადოება იყო დაყოფილი და აი ხელოვნების ეს წყინვალე წარმომადგენლებიც ასევე პერიოდულად არ ჩანდნენ ხოლმე, არ ჩვენს ტელეეკრანზე და არ ჩვენს ცხოვრებაშიც ასევე ნაკლებად და მათ მოგცეს იმის მაგალითი, თუ რას ნიშნავს ემსახურებოდა მაღალ კულტურას და მაღალ ხელოვნებას. ეს ყველაფერი ერთად ემსახურება შემდეგ სიკეთეს. ანუ იმ კონცერტის შემდეგ იცით თქვენ ამ ღონისძიებების შემდეგ 4 მრავალშვილიანმა ოჯახმა მიიღო ბინა. ანუ ჩვენ ზუსტად ის ხალხი ვართ, ჩვენ ზუსტად ის გეზი გვაქვს აგებული, რომ კულტურა, ხელოვნება და ადამიანთა ურთიერთობის კულტურა გავხადოთ სიკეთის, აი სიკეთის, როგორ ვთქვა, საწყისად, აი ამ სიკეთის პოპულარიზაციისთვის გამოვიყენოთ, ერთმანეთს ცხოვრება უფრო უნდა გაულამაზოთ და არა ვთქვათ და
რაღაც ისეთი ქმედებები არ ჩავატაროთ და ისე არ ვიცხოვროთ ამ ქვეყანაზე, რომ მუდმივი ქიშპი, მუდმივი წინააღმდეგობა გქონდეს ერთმანეთთან. ასე რომ არ დავანგრიოთ არც რეალურად არსებული ხიდები და არც ჩვენ შორის არსებული ხიდები, იმიტომ რომ ჩვენ გვესდება ახალი თაობა, რომლებსაც ჩვენი მაგალითი აუცილებლად ჭირდება და კიდევ ვიმეორებ, კულტურის სამინისტრო უნდა იყოს მაგალითი ამ ურთიერთობების და ამ დიალოგის და ურთიერთობის კულტურატორი. რაღაც იყო პერიოდი ბოლო დროს ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც კინაღამ ქართველებს დაუჭირდა ქართულ საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს რაღაც შიდა გაეროს მაგვარი, რომ აი ეს მომლაპარაკებელი ყოფილიყო ვიღაც ჩვენთვის, ჩვენ ასეთი მომლაპარაკებელი არ დაუჭირდება, ჩვენ თვითონ ვისაუბრებთ, მივიღებთ გადაწყვეტილებებს და უფრო გვეყვარება ერთმანეთი. დიახ, შემდეგ რა სიტყვით ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამაზე, რომელსაც სპეციალისტები საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ, ფიქრობ თუ არა ქალაქი ამ თვითონ ყოფატობას, რომ კარგავს თავის მიმზიდველობას და ის არ იქნება მალე საინტერესო ტურისტებისათვის. ხო, ჩვენ გვაქვს სამაყო ჩვენი დედაქალაქი, ისევე როგორც ნებისმიერი სოფელი, ნებისმიერი ქალაქი საქართველოსი, ნებისმიერი მითხე-კუთხე კუნჭული და ჩვენ რა თქმა უნდა შევინარჩუნოთ. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა იყოს მიმზიდველი ჩვენთვის, როდესაც თითოეული ჩვენთაგანისთვის მიმზიდველი იქნება დედაქალაქი და სრულიად საქართველო, აუცილებლად ის იქნება მიმზიდველი ტურისტისთვის. შეიძლება გქონდეთ ლამაზი ქალაქი, ცხოვრობდე ლამაზ ქუჩაზე, ყველაფერი კარგი გქონდეს, მაგრამ როდესაც შეუთანხმებლობა გაქვს, შიდა შეუთანხმებლობა, მაშინ არც ტურისტი ჩამოგივა და შეიძლება ვიღაცას кейფიც არ მოუნდეს შენთან. ამიტომ ჩვენი მაგალითი ერთობის და ერთობლივი გადაწყვეტილების უპირველეს ყოვლისა აი თბილისშიც უნდა გაახორციელდეს. აუცილებლად ჩვენ ფიქრობთ ამაზე, გვაქვს კომპლექსური გეგმა, ჩვენ თავად, როგორც გითხარით, ისე ჩვენ უკვე ხვალიდან უფრო აქტიურად ვიწყებთ ამავე შესწავლას და გვინდა ძალიან მოვახერხოთ ის, რომ თბილისელებმა გადაწყვიტონ რა ჯობია მის ქალაქში იდგეს. აი თქვა რომელიღაც შენობა, რომელიღაც ძეგლი იდგმება ხვალ, ეს თბილისელის ეზოა, მისი სახლია, ისე როგორც თქვა, თუ თელავში გვინდა რაღაც ახალი გავაკეთოთ შენობა, მანამდე ვკითხოთ თელავებს, უნდა თუ არ უნდა ეს, მოწონს თუ არ მოწონს ეს და როდესაც ერთმანეთს დაუმტკიცებთ იმას, რომ ეს აუცილებელია, მაშინ ავაგოთ ის და ყველას გაუხარდება, რომ ასეთი შენობა აიგო, სადაც ყველა იყო თანამონაწილე და განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, ასეთი ნაგებობები ბევრი აშენებული დედაქალაქში და ძალიან ბევრის მშენებლობა იგეგმება, მაგრამ რადგანაც ჩვენ გვინდა რომ ეს კომპლექსურად ისე აიგოს, რომ ჰარმონია ქალაქმა არ დაკარგოს, ზუსტად ამ ჰარმონიას ვემსახურებით ჩვენ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ისე როგორც მუსიკაშია, თუ იქ ჰარმონია დაერღვა, არ გამოვა არც სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს და არც პატარა, ძალიან პატარა ჯაზ ბენდიც ვერ შეძლებს ამის გაკეთებას. ასე რომ ის მუსიკაში რომ არის ჰარმონია, ჩვენ ცხოვრებაში უნდა გადავიტანოთ და ამ საკითხთანაც უპირველეს ყოვლისა. შემდეგ კითხვა ასეთი ძეგლი გმირთა მოედანზე, ხო ხიდი მსგავსი გემოვნები ნაგებობა დარჩება თუ არა თბილისში. მოდით ასე ვთქვათ, არ დავანგრიოთ, მაგრამ შევარქვათ რაღაცას, დავუშვათ გვაქვს რომ უკეთესი გახდეს, შეიძლება რეკონსტრუქცია, შეიძლება გადატანა და ასე შემდეგ. ეს განიხილება თქვენთან ერთად, ყველასთან ერთად, აი ეს ნებისმიერი ძეგლები და ნებისმიერი ნაგებობები თუ შეცვლა რამე შეგვიძლია, ჩვენ ამას შევცვლით ერთად, ამას მარტო კულტურის სამინისტრო, ან მთავრობა, ან ხელისუფლება, ან პრეზიდენტი კი არ შეცვლის, ამას შეცვლის ის ხალხი, რომელსაც ყავს შესანიშნავი სპეციალისტები. ერთად გავაკეთოთ. ოღონდ ეს გავაკეთოთ, კიდევ ვიმეორებ, რომ იმ პატივცემითა და სიყვარულით ძველი, ესე იგი, ჩვენი აი ამ შედევრების და იმ ქალაქის, რომელსაც ვხედავთ მომავალში. ნებისმიერი ქალაქი ეს სამ დროში ერთად ცხოვრობს. გუშინდელი დღე, დღევანდელი დღე და ხვალინდელი დღე. და ამიტომაც არის ხალხი განიცდის იმას, რომ ვაი თუ ის რაც გუშინ იყო, უჩნდება დღეს, რათა ხვალ ის უფრო ცუდად გამოჩნდეს. არავითარ შემთხვევაში არ მივცეთ ერთმანეთს ამის საშუალება, რომ ვაშენოთ ცუდად, ვაკეთოთ ყველაფერი ლამაზად და კარგად. და მგონი ბოლო შეკითხვა. ბატონო მინისტრო, განიხილავთ თუ არა ჩვენს ქვეყანაში კინო და თეატრალური ფესტივალების ჩატარების საკითხებს და კიდევ ერთდროს რაიონულ თეატრებში ისეთი სპექტაკლები იდგმებოდა, ხალხი თბილისიდან დადიოდა, რა გეგმები გაქვთ ამ კუთხით?
აუცილებლად თბილისს ყოველთვის ალამაზებდა, საქართველოს ყოველთვის ალამაზებდა ის ფესტივალები, კინოფესტივალები და თეატრალური ფესტივალები და ვარ ჩვენ ბედნიერი რომ ეს ტრადიცია გრძელდება და გაგრძელდება და რატომ არ უნდა იყოს თქვა და არა ერთი მარტო და ერთადერთი თეატრალური ფესტივალი, არამედ იყოს 2-იც და 3-იც, როდესაც ძალიან ცნობილი ადამიანები, ძალიან ცნობილი შემოქმედები ჩამოდიოდნენ ჩვენთან და ჩამოდიან დღესაც და ხვალზე უფრო მეტი ჩამოვლენ, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებაში იქნება მეტი კულტურა და ნაკლები დაპირისპირება, ნაკლები ასე ვთქვათ, მწვავე პოლიტიკური ურთიერთობა, ეს იქნება ბევრად ნაკლები და რაც შეეხება რეგიონალურ თეატრებს, რა თქმა უნდა მე მახსოვს რომ რუსთავის თეატრში რამდენი დადიოდა თბილისიდან, მე მახსოვს ის პერიოდი რომ ქუთაისშიც ჩადიოდა ხალხი და ეხლა მადლობა ღმერთს აირეთი ოპერა არა გვაქვს, არამედ გვაქვს უკვე 3 ოპერა არის, ქუთაისშიც ოპერა არის, ბათუმშიც ოპერა, ასე რომ მთელი საქართველო უნდა სხვა ცხოვრებით დაიწყოს თოლა საქართველოს ცხოვრებამ და ეს ცხოვრება არის ეს უდიადესი კულტურა, რომლის მემკვიდრეები ჩვენა ვართ. ჩვენ მართლა გვაქვს უნიკალური კულტურა და ხელოვნება და ხვალ უკეთესი გვექნება, ჩვენ ვერ ვაკეთებთ Mercedes-ებს, ვერ ვაკეთებთ Toyota Jeep-ებს, ამით ჩვენ რომს დავითხოვს დღეს მოქმედება ამ მმართველებით, ჩვენ არაფერი არ ისეთი არ გამოგვივა ისეთი წარმატებები როგორც ეს აქ დიდ ქვეყნებს, მაგრამ ჩვენი კულტურა და ჩვენი ხელოვნება უნდა ვითანამგზავროთ ჩვენ ცხოვრებაში იმ რთულსა და მძიმე გზაზე, რომელიც უფრო და უფრო უნდა შევუმსუბუქოთ ერთმანეთს და ბედნიერი გავხადოთ ჩვენი ქვეყანაც და თითოეული ჩვენთაგანიც. ასე რომ თითოეული თეატრი, თითოეული გადაღებული კინო, თითოეული დაწერილი წიგნი, თითოეული კონცერტი, თითოეული დაწერილი მუსიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უნდა გახდეს ჩვენი გზის ორიენტირი და გზის მაჩვენებელი, რომ ხვალ როგორი ვიქნებ ჩვენ ასეთები უფრო საინტერესო ვართ ყველასათვის, ევროპისთვის, ამერიკისთვის და რა მთავარია საკუთარი თავისთვის. მოკლედ არ ვიცი მე როგორ უპასუხეთ დღეს თქვენს კითხვას, მოყოლი ხართ თუ არა, ეს იყო პირველი ჩვენი შეხვედრა ამ ფორმატით, მაგრამ მე მზადა ვარ ყოველთვის რომ ნებისმიერ მწვავე კითხვა იქნება თუ არ თუ ისე მწვავე კითხვა, უპასუხო მათ. ასე რომ დროებით დავშორდეთ ერთმანეთს და მომავალ შეხვედრამდე